უხუცეს ექსპერტთა კავშირმა შეხვედრა ბათუმის მერობის კანდიდატებთან მოაწყო. მოწვეული 5 კანდიდატიდან შეხვედრას 2. რეფორმატორებისა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსის კანდიდატი დაესწრო. თეიმურაზ მიქელაძე პრიორიტეტად სოციალურ სფეროს, დავით დიასამიძე კი ქალაქზე შემოერთებულ ტერიტორიებს ასახელებს. დღეს საკითხი იმ შემოერთებულ ტერიტორიებზე და მე ყოველთვის მისხოვენ კითხვას თუ რას გავუკეთებ და რას გავაკეთებ ბათუმში. ჩემი მერობის პირობებში პირველსავე შევქმნი იმ სათათბიროს, სადაც ყველა კომპეტენტური პირი იმსჯელებს იმ სივრცითი მოწყობისა, იმ ურბანული განვითარებისა და იმ ინფრასტრუქტურის განვითარებისა, სადაც იქნება დაგეგმილი და პარალელურად უნდა მოხდეს შემოერთებული ტერიტორიების კორექტირება. თავის საზღვრებს უნდა დაუბრუნო ის რეალური საზღვრები, რომელიც უნდა იყოს ბათუმში. ხალხი დადგება ფეხზე, ნელა-ნელა. ჯერთი ბინის მშენებლობა. მერე ეს არის თქვენ იცით როგორნაირად ვაშენებთ ბინებს, ხო? 20 წლიანი განმავლობით არანაირი შესატანის გარეშე, ესე იგი ეს მიეცემა 200 ბინა ყოველწლიურად სოციალურ დაუცველ ადამიანებს. ბათუმში გამოიდარებს ეს ლოზუნგი არის ჩვენი, მაგრამ მე უპირატესობას რა თქმა უნდა მივცემ ჩემი პარტიის კანდიდატს წლევანობიდან გამომდინარე თავისი სამსახურეობრივი გამვლილი იმიდან აქვია მოღვაწეობიდან გამომდინარე, თუმცა ამავე დროს, როდესაც ჩემი პარტიის წარმომადგენელი იქნება ბატონი თემური ქალაქის მერი, მე სიამოვნებით როგორც საკრებულოს წევრი დავთანხმდებოდი ვიცე-მერობას ჩემი ბავშვობის მეგობრისათვის, დავით დიასამიძისათვის.